უკრაინა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გეოგრაფიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროპაში, რომელიც გამოირჩევა ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით, ნაყოფიერი მიწებით, მრავალფეროვანი კულტურითა და განვითარებადი ეკონომიკური სტრუქტურით. ქვეყნის ისტორიული განვითარება ყოველთვის მჭიდროდ იყო დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან, ვაჭრობასთან, ხელოსნობასთან და კულტურულ ურთიერთობებთან სხვადასხვა რეგიონებთან. უკრაინის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი არის სოფლის მეურნეობა. ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაფარულია განსაკუთრებულად ნაყოფიერი შავი ნიადაგით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო აგრარულ რესურსად ითვლება. სწორედ ამ ბუნებრივი უპირატესობის გამო უკრაინა წლების განმავლობაში წარმოადგენს ხორბლის, სიმინდის, ფქერისა და მზესუმზირის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელს მსოფლიოში. სოფლის მეურნეობის სექტორი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, არამედ მნიშვნელოვანი ექსპორტის წყაროა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნებას და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურ მონაწილეობას. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინდუსტრიულ განვითარებასაც. უკრაინაში ისტორიულად კარგად იყო განვითარებული მეტალურგიული წარმოება, ქვანახშირის მოპოვება, მანქანათმშენებლობა და ქიმიური მრეწველობა. მრავალი ქალაქი ჩამოყალიბდა როგორც ინდუსტრიული ცენტრი, სადაც წარმოება და ტექნოლოგიური ცოდნა თაობებიდან თაობებს გადაეცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ეკონომიკა იცვლება და უფრო მეტად ტექნოლოგიურ მიმართულებაზე გადადის, ინდუსტრიული ბაზა კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ სტრუქტურაში. ბოლო 10 წლებში განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორი. უკრაინაში ჩამოყალიბდა ძლიერი საზოგადოება, რომელიც ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას, ციფრულ სერვისებს და საერთაშორისო აუთსორსინგის პროექტებს. ახალგაზრდების მაღალი განათლების დონე და ტექნიკური უნარები ხელს უწყობს ამ სექტორის ზრდას. ქალაქი კიევი წარმოადგენს ამ პროცესების ერთ-ერთ მთავარ ცენტრს, სადაც კონცენტრირებულია უნივერსიტეტები, ტექნოლოგიური კომპანიები და ინოვაციური სტარტაპები. ეკონომიკური განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებას. უკრაინაში მოქმედებს მრავალი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი, რომლებიც ამზადებენ სპეციალისტებს ინჟინერიის, მედიცინის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ეკონომიკისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროებში. განათლების მაღალი დონე ქმნის საფუძველს ქვეყნის ინტელექტუალური და ეკონომიკური პოტენციალის ზრდისთვის. უკრაინის კულტურა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შედეგია და ის აერთიანებს სხვადასხვა ეპოქის ტრადიციებსა და გავლენებს. ხალხური ხელოვნება, მუსიკა, ცეკვა და ლიტერატურა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეროვნული სიმღერები და ფოლკლორი ასახავს ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას, ბუნებასთან კავშირს და ისტორიულ გამოცდილებას. ტრადიციული ხელსაქმეები, როგორიცაა ქარგვა, კერამიკა და ხის დამუშავება, დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას და წარმოადგენს კულტურული იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს. სულიერი და რელიგიური ცხოვრება უკრაინაში მჭიდროდ არის დაკავშირებული მართლმადიდებლურ ტრადიციებთან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოების სულიერ განვითარებაში, ტრადიციების შენარჩუნებაში და კულტურული მემკვიდრეობის გადაცემაში. ეკლესია არის არა მხოლოდ რელიგიური ცენტრი, არამედ სოციალური და საგანმანათლებლო სივრცეც, სადაც ადამიანები იღებენ სულიერ მხარდაჭერას და კულტურულ ცოდნას. უკრაინის ტერიტორიაზე მრავალი ისტორიული მონასტერი და ტაძარია, რომლებიც მნიშვნელოვან არქიტექტურულ და სულიერ ფასეულობას წარმოადგენენ. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კიევ-პეჩერის ლავრას, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური მონასტერი აღმოსავლეთ ევროპაში. მისი მიწისქვეშა გამოქვაბულები, ტაძრები და ისტორიული ნაგებობები საუკუნეების განმავლობაში იყო სულიერი ცხოვრების ცენტრი და დღემდე წარმოადგენს დიდ ინტერესს როგორც მორწმუნეებისთვის, ისე ტურისტებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია პოჩაევის ლავრა, რომელიც ცნობილია თავისი სიწმინდეებითა და არქიტექტურული სილამაზით. ეს მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო ერთ-ერთი მთავარი სულიერი ცენტრი, სადაც მორწმუნეები სხვადასხვა რეგიონიდან მოდიოდნენ სალოცავად და სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. ტურიზმი უკრაინის ეკონომიკის მზარდი მიმართულებაა. ქვეყნის ბუნებრივი მრავალფეროვნება და ისტორიული მემკვიდრეობა ქმნის დიდ პოტენციალს ამ სფეროს განვითარებისთვის. კარპატების მთები, შავი ზღვის სანაპირო, მდინარე დნიპრო და მრავალი ეროვნული პარკი იზიდავს ტურისტებს. ისტორიული ქალაქები, როგორიცაა ლვივი და ოდესა, გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით, კულტურული ღონისძიებებით და მრავალფეროვანი ატმოსფეროთი. ინფრასტრუქტურის განვითარება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება, გზების მოდერნიზაცია, ენერგეტიკული სისტემების განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა ქმნის საფუძველს უფრო ეფექტური ეკონომიკური გარემოსთვის.
ეს პროცესები ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას. უკრაინის საზოგადოება გამოირჩევა ძლიერი ოჯახური ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით. ადამიანებს შორის ურთიერთობები ხშირად ეფუძნება ნდობას, ურთიერთდახმარებას და კულტურულ ფასეულობებს. ეს სოციალური სტრუქტურა ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას. უკრაინის საზოგადოება გამოირჩევა ძლიერი ოჯახური ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით. ადამიანებს შორის ურთიერთობები ხშირად ეფუძნება ნდობას, ურთიერთდახმარებას და კულტურულ ფასეულობებს. ეს სოციალური სტრუქტურა ხელს უწყობს საზოგადოების ერთიანობას და სტაბილურ განვითარებას. საერთო ჯამში უკრაინა წარმოადგენს ქვეყანას, რომელსაც აქვს ძლიერი აგრარული ბაზა, განვითარებადი ინდუსტრიული სექტორი, სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური სფერო და მდიდარი კულტურულ-სულიერი მემკვიდრეობა. მისი მართლმადიდებლური ტრადიციები, ისტორიული მონასტრები და ეკლესიები ქმნის განსაკუთრებულ სულიერ ატმოსფეროს, ხოლო განათლება და ინოვაციები აძლიერებს ქვეყნის მომავალ განვითარების შესაძლებლობებს. უკრაინის განვითარება ეფუძნება ბუნებრივ რესურსებს, ადამიანურ პოტენციალს და კულტურულ სიმდიდრეს, რაც მას აძლევს შესაძლებლობას გააგრძელოს წინსვლა სხვადასხვა მიმართულებით და შეინარჩუნოს თავისი უნიკალური იდენტობა გლობალურ სამყაროში. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რადგან ვინ იცის იქნებ ახალი შთაგონება მიიღოთ.